მოგესალმებით. მე ვარ ია ანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: პატივისცემის მოხვეჭით თავისუფლებას ვკარგავთ. ციტატის ავტორია მე-16-17 საუკუნების მიჯნაზე მცხოვრები ინგლისელი ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად შეგახსენებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. დღევანდელი ციტატის კომენტარი ბევრად უფრო პირადი არის ჩემთვის, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ამ ციტატაში დევს დილემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ორ ცუდ გადაწყვეტილებას შორის უნდა აირჩიოს ერთ-ერთი, ან პატივისცემა დათმოს, ან თავისუფლება. და ფრენსის ბეკონის აზრით სხვანაირად არ გამოვა. თან ავტორი პირველ პირში ლაპარაკობს პატივისცემის მოხვეჭითო თავისუფლებას ვთმობთო, რაც თითქოს იმაზე მიანიშნებს, რომ მას თვითონ გავლილი აქვს ეს რთული სიტუაცია და მან პირადად იცის ის, რაზეც ლაპარაკობს. პატივისცემას და თავისუფლებას შორის კავშირზე მინდა ჯერ რამდენიმე სიტყვა ვთქვა, მაგრამ თავიდან მაგალითებს შეგახსენებთ და მერე ჩემ დასკვნას გაგიზიარებთ. ალბათ კარგად გახსოვთ, კოვიდის დროს ქართულმა საზოგადოებამ ლამის გააღმერთა ექიმები მათი პროფესიის და პროფესიონალიზმის გამო, მაგრამ მაშინვე ჩამოსვა კვარცხლბეკიდან, როგორც კი მმართველი პარტიის მიმართ ზედმეტი სიმპათია შეატყო ზოგიერთ მათგანს და მათ დაუწუნა თავისუფლების ხარისხი. მეორე მხრივ გავიხსენოთ ახალი თეატრის, ეგრეთ წოდებული დოის თეატრის რეჟისორები და მსახიობები, რომლებმაც თავისი თავისუფლებისთვის და სიმამაცისთვის არანაკლები პატივისცემა მიიღეს და დაიმსახურეს, ვიდრე თავისი პროფესიონალიზმის გამო, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს ადამიანები სცენას ჩამოაცილეს და მათ თავისი თავისუფლება რა თქმა უნდა დარჩათ, მაგრამ ის პატივისცემა, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებული მათ პროფესიულ საქმიანობასთან, დაკარგეს უბრალოდ იმიტომ, რომ სცენაზე აღარ არიან. ჩემ თავზე გეტყვით. ყოველთვის ვიცოდი და ვიცი, რომ თავისუფლება ჩემთვის არის პირველი პრიორიტეტი და ეს ამოჩემება ცხოვრებამ არაერთხელ გადაამოწმა. ყველაზე მწარედ გადაამოწმა მაშინ, როდესაც ბევრი წლის წინ 2000 ლარიანი ხელფასი მქონდა ერთ-ერთ სამსახურში, ძალიან კარგი ხელფასი იყო და ეს სამსახური დავტოვე და წამოვედი. და გადავედი 90 ლარიან შემოსავალზე, რაც იყო მთელი ჩემი ოჯახის შემოსავალი. 30 ლარი მე მქონდა ხელფასი ლიტერატურის ინსტიტუტში, 30 ლარი დედაჩემს მქონდა ხელფასი, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის დირექტორი იყო და 30 ლარად გარაჟი მქონდა გაქირავებული, მამა უკვე გარდაცვლილი იყო ამ დროს. და ჩემს ახლობლებს და გულშემატკივრებს უკვირდათ სამსახურიდან არავინ არ გიშვებსო და რატომ მიდიხარ, რატომ ამოიჩემეო, ვიცოდი ზუსტად რატომაც ამოვიჩემე და მაინც ჩემი გავიტანე და ბოლოს ისე მოხდა, რომ მადლობა ღმერთს შიმშილით არ დავხოცილვართ, რამდენადაც ახლა მახსოვს, მეტნაკლებად იოლად გადავიტანეთ ის რთული პერიოდი. ახლა ზოგადად ვიტყვი, რომ რამდენადაც თავისუფლება შინაგანია, იმდენად პატივისცემა გარედან მოდის, სხვა ადამიანების თავში იბადება პატივისცემა შენს მიმართ და ხელოვნურად ვერავინ ვერავის ვერ ჩაუნერგავს ვინმეს პატივისცემას. და როდესაც ფრენსის ბეკონი ამბობს პატივისცემის მოხვეჭით თავისუფლებას ვკარგავთო, სწორედ იმას გულისხმობს, რომ თუ სხვების ცნობიერებაში გაჩნდა შენ მიმართ გარკვეული აღქმა და თუ ეს აღქმა არის დადებითი და თუ ეს აღქმა ნიშნავს მათ პატივისცემას შენს მიმართ და შენ თვის ამას აქვს ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა, ესე იგი უკვე ხაფანგში ხარ. რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უნდა ეცადო, რომ ადამიანებს შენზე წარმოდგენა აღარ შეეცვალოთ და უნდა ეცადო, რომ მათი მოლოდინები, მათი ნდობა მუდმივად გაამართლო. ალბათ იტყვით, რომ ყოველთვის ასე არ ხდება და მეც გეთანხმებით, რომ ყოველთვის ასე არ ხდება, სხვანაირადაც ხდება. შეიძლება საზოგადოება პატივს გცემდეს შენი ნიჭის და თავისუფლების ხარისხის გამო, მაგრამ შენ მათ დამოკიდებულებას შენ მიმართ ძალიან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდე, იმიტომ რომ პატივისცემა შეიძლება შენი პრიორიტეტების ათეულში არ ეწეროს და
შეიძლება შენს პრიორიტეტებში საერთოდ არ ეწეროს შენი პრიორიტეტების ნუსხაში ეს პატივისცემა და საერთოდ თავარ მნიშვნელობას იმას ანიჭებდე შენ რა გინდა შენი თავისუფალი ნება რას კარნახობს და ამის მიხედვით იქცეოდე არიან ჩვენში ესეთი ადამიანები და არ ვიცნობთ ისეთებს რომლებიც აკეთებენ იმას რაც თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ და ერთ ნაბიჯს არ გადადგამენ იმისთვის რომ საზოგადოების მხრიდან ნდობა და პატივისცემა შეინარჩუნონ პირიქით შემოქმედებით თავისუფლებას არასდროს არ გაცვლიან აღიარების რაღაც ოქროს გალიაზე არიან და მე პირველ რიგში ახლა გამახსენდა ისევ და ისევ ზურაბ ჯიშკარიანი მწერალი რომელიც ადრეც არაერთხელ მიხსენებია რატომ? იმიტომ რომ ზურაბ ჯიშკარიანის წიგნების წაკითხვა სჭირდება მომზადებული მკითხველი და მიუხედავად იმისა რომ მას პირველივე წიგნმა რომელიც გამოაქვეყნა დიდი აღიარება მოუტანა და საბათს მოუტანა მისი ყოველი შემდგომი წიგნი ჩემთვის პირადად არის უფრო ძნელად წასაკითხი და უფრო ძნელად გასაგები ვიდრე წინამორბედი ხო და ამის გამო ვხედავ რომ ის პატივისცემა რაც ამ ადამიანმა პირველი წიგნით დაიმსახურა თვალსა და ხელშუა ქრება მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, ვინ კითხულობს მის წიგნებს, ვინ როგორ იგებს და ყოველთვის წერს და გამოსცემს იმას, რაც მის თავისუფალ ნებას შეესაბამება და ამიტომ გამახსენდა ზურაბ ჯიშკარიანი აღიარების ოქროს გალიაზე. სხვა შემთხვევასაც გიამბობთ, ერთმა მეგობარმა მწერალმა მითხრა, ყოველთვის ყველაფერს ვერ ვამბობ რისკმაც მინდა. ზოგჯერ საერთოდ არ ვამბობ, ზოგჯერ უფრო რბილად ვამბობ, იმიტომ რომ ვითვალისწინებ მკითხველი ამას როგორ გაიგებსო და როგორ შეხვდებაო და რა თქმა უნდა ეს ადამიანი თავისი შემოქმედებითი თავისუფლების ნაწილს ცვლის იმ ნდობაზე და იმ აღიარებაზე, რომელსაც მკითხველისგან ელოდება. თუმცა ისიც მითხრა, ყოველთვის ვფიქრობ, რომ აი მოვა დრო, როდესაც ყველაფერს ვიტყვი, რაც მაქვს სათქმელიო. ზოგადად პატივისცემა უბრალო ამბავი არ არის, ძალიან დიდი სოციალური კაპიტალი მოაქვს და ამიტომ მესმის ნებისმიერი ადამიანის, რომელიც აი ამ პატივისცემას და აღიარებას უფრთხილდება. რა მოაქვს ახლა პირველი რაც ამ სოციალურ კაპიტალს მოაქვს, რასაც პატივისცემა გულისხმობს, ეს არის საზოგადოებრივ აზრზე გავლენა, რაც თავის მხრივ ნიშნავს გავლენას მნიშვნელოვან ან უმნიშვნელო გადაწყვეტილებებზე, ცვლილებებზე და ეს პატარა ამბავი არ არის. ასევე ნიშნავს უცხო ადამიანების ნდობას შენ მიმართ, რასაც ნებისმიერი ადამიანი თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს. და ნიშნავს სახელს, რომელიც ქართულ საზოგადოებაში მართლა ძალიან ძვირად ფასობს, თუნდაც იმის შემდეგ, რაც შოთა რუსთაველმა აფორიზმად დაგვიბარა, ჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსაო და რა თქმა უნდა, ამ სწავლებას ვითვალისწინებთ ჩვენ. მაგრამ დღეს ძალიან სპეციფიკური ვითარება გვაქვს. საზოგადოება არის გახლეჩილი, დაპირისპირებული და ნდობა, პატივისცემა, აღიარება ყოველთვის უკავშირდება რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს ან კონკრეტულ ჯგუფებს. აბა ვინ არის დღეს ჩვენ შორის ისეთი, ვისაც ყველა ენდობა, ვინც ყველასთვის არის ავტორიტეტი, აი თუ გაგახსენდებათ ესეთი ან მეცნიერი ქართველი, ან არ ვიცი მწერალი, მხატვარი, მსახიობი, რეჟისორი, ან თუნდაც სასულიერო პირი. მაგალითად თუ არსებობს თემა, საკითხი, რომელზეც ყველა ვთანხმდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მზია ამაღლობელი ელენე ხოშტარია მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით დამსახურებულ სასჯელს იხდიან. ამიტომ ვამბობ, რომ ასეთ გახლეჩილ საზოგადოებაში პატივისცემის მოხვეჭა აუცილებლად უკავშირდება რომელიღაც კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს, მათი მხრიდან ნდობას და ითვალისწინებს იმას, რომ შენგან ყოველთვის ელოდებიან აი ამ საერთო ინტერესების მსახურებას, ასე ვთქვათ. და თუ ადამიანის თავისუფალი ნება რომელიღაც მომენტში დაეჯახება ამ ჯგუფის ინტერესებს, ელემენტარულად თუ არ დაემთხვევა, მაშინ ადამიანი დგება უკვე ამ დილემის წინაშე, რომ თავისუფლება დათმოს თუ პატივისცემა დათმოს.
მთელი ეს პროცესი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ძალიან კარგად ვიცი რა მკაცრია საზოგადოება, როცა შენგან ითხოვს მისი პრინციპების ერთგულებას და არა შენი საკუთარი პრინციპების ერთგულებას. მოდით ახლა ორი შემთხვევა განვიხილოთ მოკლედ. როდესაც თავისუფლებას თმობს ადამიანი პატივისცემის სანაცვლოდ, კი შეინარჩუნებს პატივისცემას, მაგრამ არ მგონია რომ ამ ამბავს ბოლო კეთილი ქონდეს, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან გაჟონავს, გამჟღავნდება ეს ამბავი, რომ პატივისცემის სანაცვლოდ ადამიანმა დათმო თავისი ხერხემლის ნაწილი, თავისი თავისუფლების ნაწილი და ამიტომ მას ელოდება ის, რაც ექიმებთან დაკავშირებით გითხარით, აუცილებლად დაკარგავს ამ პატივისცემასაც და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანმა თავისუფლებას დაკარგოს და პატივისცემაც დაკარგოს, აი რაღაც სარგებელს, გარკვეულს ის შლეიფად მაინც კარგახანს შეინარჩუნებს, მაგრამ აი ბოლო სერიაში რა მოხდება, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორ გაუმართლებს. ზოგი შეიძლება ახალ ჯგუფს მიეწებოს, ზოგს შეიძლება ქვეყნის დატოვება მოუხდეს და ზოგს შეიძლება ციხეში მოუხდეს საერთოდ ფიქრი იმაზე, თუ საჩეცდა. ახლა საპირისპირო შემთხვევა ვთქვათ, როდესაც ადამიანი არ თმობს თავისუფლებას, არ დადის რომელიღაც სოციალური ჯგუფის ჭკუაზე და არ ითვალისწინებს ამ ჯგუფის ინტერესებს და გასაგებია, რომ თავისი პირადი თავისუფლების არჩევით ესეთი ადამიანი თვითონ ემიჯნება იმ ჯგუფს, რომლისგანაც ასე იღებდა ნდობას და პატივისცემას და ეს ნდობა და პატივისცემა მისხალ ქონდა წლების განმავლობაში მოგროვებული და ამიერიდან ზუსტად კი იცის, რომ თავისუფლებას ვერ გაცვლის ვერანაირ ნდობაზე და პატივისცემაზე, მაგრამ ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ ხდება ის, რომ ადამიანი არის იძულებული, რომ ამ თავის შინაგან ღერძზე, თავის თავისუფლებაზე დაყრდნობით ეძებოს ახალი გზა, ეძებოს ახალი საქმე, ეძებოს ახალი ადამიანები, რომლებიც დაუფასებენ იმას, რომ მან აირჩია თავისუფლება და მან არ დათმო საკუთარი პრინციპები, რომელიღაც ჯგუფის პრინციპების სანაცვლოდ და ცხადია გახლეჩილ საზოგადოებაში ასეთი ადამიანი ბევრ თანამოაზრეს ვერ იპოვის, ყოველ შემთხვევაში ადვილად, ნამდვილად ვერ იპოვის, არა და მარტო დარჩენა ასეთ დროს ნიშნავს იმას, რომ სასიცოცხლო სახსარით შეიძლება ვერ მოიპოვოს და ესეც კი გაუჭირდეს, არა თუ ცხადია და გაუჭირდება ხელახლა დამკვიდრება ახალ ჯგუფთან და ახალ წრესთან ერთად და რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ აი ამ პროცესში ადამიანისთვის, რომელიც ახალ საქმეს იწყებს და ახალი თანამოაზრების ძებნას იწყებს, ყოველთვის ამ ადამიანმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ღირებულებებს და არა ადამიანებს. როგორც კი ხდება ისევ კონცენტრირებული ადამიანებზე, მაშინვე მისი საქმე განწირულია დამარცხებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ კონცენტრირებული უნდა იყოს ღირებულებებზე და თავისი ახალი საქმის ხარისხზე, იმის მიუხედავად ვინმეს აინტერესებს თუ არ აინტერესებს ახლა ამ ეტაპზე რას აკეთებს და რითი არის დაკავებული. პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია არის ერთადერთი გზა, რომელიც ბოლოს და ბოლოს ადამიანებს აიძულებს, რომ დაინტერესდნენ რას აკეთებ ახლა, შეგაფასონ და თუ საჭიროდ ჩათვლიან დაგაფასონ კიდეც. კვალიფიკაცია ევროკავშირის ჩარჩოს მიხედვით სამი მდგენელისგან შედგება, სამივე ძალიან მნიშვნელოვანია. პირველია ცოდნა, რომელიც უკვე გაქვს და რომელსაც ახალ საქმეს დააფუძნებ. მეორეა უნარი, რომ ისწავლო ის, რაც არ იცი და რაც ამ ახალ საქმეს სჭირდება. ახლის სწავლის უნარი თუ არ გაქვს ადამიანს, საერთოდ არ უნდა შეუდგე არაფრის ახლის კეთებას. და მესამე არის დამოკიდებულება საქმის მიმართ. რა შეიძლება იყოს დამოკიდებულება, როცა ახალ საქმეს იწყებ? ეს არის თავდაუზეგავი შრომა და თავდადება ამ საქმისათვის. ამ გზას ახლა მარტო მე არ გავდივარ, ჩემ თვალსაჩინოში არაერთი ადამიანი გადის და ამიტომ ვცადე, რომ დღევანდელი ციტატის კომენტარით მათთვის და საკუთარი თავისთვის ხარი დამეჭირა. კარგი რეპუტაციის და კარგი პოზიციის მქონე ჯგუფთან იდენტობა არის ძალიან დიდი კომფორტი,
მათთან ერთად საქმის კეთება არის დიდი კომფორტი, როცა ისინი შენს პირად საზღვრებს და შენს პირად თავისუფლებას არ ეხებიან. ყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მიმუშავია ასეთ გუნდთან ერთად და ვიცი, რომ ეს არის უდიდესი სიამოვნება და გამართლება ცხოვრებაში. მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ რომელიღაც ჯგუფის მიერ ფრიად აღიარებული და პატივსაცემი ადამიანი ერთ დღეს აღმოჩნდეს აი ამ გამოწვევის წინაშე, რომ ან პატივისცემა უნდა დათმოს, ან თავისუფლება უნდა დათმოს და გისურვებთ ყველას სწორ არჩევანს, თუ კი ამ რთულ დროში ასეთი დილემის წინაშე აღმოჩნდებით. დღეს ამით დავასრულებ ფრენსის ბეკონის ციტატის კომენტარს. გემშვიდობებით ხვალამდე და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი ციტატა. აი ხო გიამბეთ რამხელა აღმართ აუყვევი თქვენი თანადგომის იმედად. ხვალამდე გემშვიდობებით და დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.